წამოვით მეგობრებო თქვენ საბა და არ გაბედეჩი რასთან სამი და დღეს მეგობრებო უკვე დიდი ხანია რაც მეგობრებო თქვენ მე და თქვენ არ ვიყავით ჩვენს სამუშაო ჩვენს ფერმის სამუშაოზე მაგიტომ დღეს ასე ვთქვა და ამას გამოვსწრებთ მაგიტომ მოითახა ავიღოთ ჩვენი თოხი ისე პრინციპში მეგობრებო ეს თოხი უკვე გამოსასვე კი მაქვს და დიდი ხანია რაც მაქვს ნუ არა უშავს ავიღოთ ჩვენი კარტოფილი ავიღოთ ჩვენი სტაფილო ავიღოთ ჩვენი ბოსტნეულები ასე ვთქვათ და წავიდეთ ჩვენს ტრადიციულად ასე ვთქვათ ჩვენს ფერმეობის სამუშაოზე. თქვენ გონი შემეკითხებით ეს რა ასე ვთქვათ რა შენობაა აქ. მოგეთ ეს არის ჩვენი მაღაზია, სადაც იყიდება ტანსაცმლები, რაღაც კვილეულები, საჭმელები და ინსტრუმენტები მოგეთ. აქედან მე ასე ვთქვათ ვიყიდე ეს ახალი თოხი, რომელიც უკვე დაძველდა. ასე ვთქვათ ხო? მე ასევე მინდოდა მეგობრებო თქვენთან დავაპარაკება იმის შესახებ, რომ მე ასე ხშირად ასე ვთქვათ ვერ ვდებ ახლა ვიდეოებს. უბრალოდ შესაძლებელია მე დავდო ახლა სამჯერ კვირაში სულ ვიდეოები. იმის გამო რომ მე ასე ვთქვათ რეალურ ცხოვრებაშიც მაქვს რაღაც საქმეები. ამას გამო დიდ ბოდის გიხდით ასე ყველია და მომავალში აუცილებლად ამას გამოვასწორებ. მაგიტომ მოითახლა დავანთავოთ ჩვენი სამუშაო და წავიდეთ უკვე სხვა ფერმაზე. ყველა ფერმა მაქვს გასაკეთებელი. Так, стоп, ტელეფონზე ვიღაცა მირეკავს. ვიღაც ანონიმი. Так, ერთოც ალო. Так, საბა, არ მაქვს ბევრი დრო რომ გელაპარაკო. ერთი რამ უნდა გითხრა, რომ მე შემიძლია შენი სოფელი ასგან ძალიან დიდ საფრთხეში ჩავაყენო. უკაცრავად და ეს ვინმე ლაპარაკება. მოკლედ, შენთვის არ არის თავარი ახლა რა მქვია, ეს საერთოდ არ არის შენთვის თავარი. შენთვის თავარი უნდა იყოს ის, თავარი ფიქრი უნდა იყოს ის, რომ გადაარჩინო შენი სოფელი აფეთქებისაგან. გიყვარს აფეთქებები სოფლებში? რაღაც ვერ ვიგებ, თქვენ ჯერ ესე ის ვინახართ. Так, окей, так, მგონი ვიღაც არ ვიცი, ტელეფონის ასე ვთქვათ მატყუარა, ან ტელეფონის უბრალოდ ხუმარა. Ну, კაი, პრინციპში ახლა მე მაგაზე ვერ ვიფიქრებ, მე ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს და ჯანდაბა ისევ მირეკავს. ალო, ხომ არ მაინტერესებს, მე ამჯერა. საბა, თუ არ გჯერა, შეგიძლიათ შეიძლება მოხვიდე შენი უკანა ბაღისაკენ, ასე ვთქვათ, შენი სახლის უკანა ბაღისაკენ. და так, стоп, მეგრო გამითიშეს ყურმილი. მეგრო ღმერთო ჩემო, ახლა ისევ ვიღაცა ახლა მატყუებს ამ ტელეფონზე. ახლა იქ თუ დამხვდება ეგ ადამიანი, მე აი ამ თოხს ავიღებ და პაუ ესე ჩავარტყავ თავში, რომ აღარ იფიქროს ამ სისულელეს ეს რა არის? так, стоп, მეგრო ეს стоп, ეს მეგრო ნამდვილი დინამიტია. მინდა მიდო так, არა, მეგრო так, стоп, ეს ახლა უნდა გავტეხოთ. ეს ვიღაცა არ მატყუებდა? ჯანდა მეგობრებო მგონი ჩემი სოფელი ისევ რაღაცა თავგადასავლის წინაშე დგას და ისევ მეგობრებო მირეკავენ. ალო. ნუ საბა იმედია შენ უკვე გაიგე რომ მე არ ვხუმრობ და მე მართლა შემიძლია შენი სოფელი ადვილად 5 წამში ავაფეთქო. მოკეთ იმისათვის რომ შენ გადაარჩინო შენი სოფელი, მე მინდა გეთამაშო შენ ერთ პატარა თამაში. ამოცანები, შენ უნდა ამოიცნო ის, რასაც იმ კითხვებზე პასუხი, რასაც მე დაგისვამ. სულ არის 3 კითხვა და მაგ კითხვებში არის ადგილები, სადაც არის მოთავსებული დინამიტი. თუ შენ ამ ყველა დინამიტს ასე ვთქვა აიღებ და ამ დინამიტს მოაშორებ სოფლისაგან, შენ გამოდის გადაარჩინე შენი სოფელი. და როდის უნდა გავიგო, როდის მეტყვი? так, ну აი პირველი ამოცანა. წყლით მდიდარია, მაგრამ არ არის ზღვა. სანაპირო მიწიანია, მაგრამ არ არის მდინარე. იფიქრე, გაქვს 5 წუთი. так, მეგობრებო, გამოდის так, რა თქვა, წყლით მდიდარია, მაგრამ არ არის ზღვა. так, სანაპირო მიწიანია, მაგრამ არ არის მდინარე. და რა შეიძლება იყოს? მეგობრებო ჯანდაბა, როგორ არ მიყვოს ესეც ჩემს სოფელს ასეთი რამე მუქრება. აი, მეგობრებო,
გამოდი, აი, ჩემს არხში ნახეთ, აი, დაათვალიერეთ ჩემი ვიდეოები სოფელთან ერთად. და აი, სოფლის ვიდეოებიდან 90%-ს მეგობრებო, თქვენ ნახავთ იმას, რომ ჩემს სოფელს ხან აფეთქება სჭირს, ხან ვიღაცას უნდა მისი, ასე ვთქვათ, არ ვიცი, მისი განადგურება. და აი მე სულ ვარჩენ ჩემს სოფელს. ცოტა მეგობრებო ისე გითხრათ დავიტანჯი. და სკაი უნდა ვიფიქრო, წყლით მდიდარია, მაგრამ არის ზღვა. მეგობრებო თქვენ კომენტარებში თუ რამეა კომენტარებში დაწერეთ. 5 წამს მოგცემთ კომენტარებში დაწერეთ და მე ახლა ვფიქრობ. და წყლით მდიდარია, მაგრამ არის ზღვა. სანაპირო მიწიანია, მაგრამ არის და მეგობრებო, სანაპირო მიწიანია, მაგრამ არ არის მდინარე. ეს არის ტბა. მეგობრებო, ჩვენი სოფლის ტბა. ნუ ხომ ანუ წყლით მდიდარია, მაგრამ არ არის ზღვა, არ არის მდინარე, ოკეანე აქ საერთოდ არ არის, ტბა. და რა უნდა ვეძებო ახლა ტბა, როგორც ოპა მეგობრებო, ჩესტი, так стоп და გაგიჟება. ორი სტაკის უმოდი, так стоп მეგობრებო. ეს ორი სტაკის ვიღებ, так სკაი, ნუ 5 აღება მგონი ამჩის კი მჭირდება, так 5 აქ დავტოვოთ. так მეგობრებო, პირველი ამოცანა მე უკვე გავაკეთე. პირველი ამოცანა ამოვხსენი. გამოის ტბა. так და შემდეგი რაღა ამოცანები იქნება, так стоп, ისევ ეს ნომერი მირეკავს. ალო? საღოსაბა ოჩახ. მოკეთ პირველი ამოცანა შემდეგ გამოიცანი. მეორე ამოცანა. პატარა არის, მაგრამ სოფელში დიდი სახელი აქვს. დგას თქვენს სოფელთან სულ ახლოს. იფიქრე საბა, 5 წუთს გაძლევ. так მეგობრებო, რა თქვა? პატარა არის, მაგრამ სოფელში დიდი სახელი აქვს. პატარაა, მაგრამ დიდი სახელი აქვს სოფელში. დგას ჩვენს სოფელთან ახლოს. პატარაა, მაგრამ დიდი სახელი აქვს. და რას ნიშნავს პატარაა, მაგრამ დიდი სახელი აქვს? მეგობრებო, რაღაც, აი კომენტარებში გთხოვთ, დაწერეთ კომენტარებში, აი ყველაფერი, აი თქვენი მოსაზრება, საერთოდ აი ყველაფერი დაწერეთ, მეგობრებო, რასაც ფიქრობთ, კომენტარებში დაწერეთ. პატარა არის, მაგრამ სოფელში დიდი სახელი აქვს. დიდი სახელი აქვს. ჰა, პატარა, მაგრამ სოფელში დიდი სახელი აქვს. ჰა, მეგობრებო, ეს მეგობრებო, მივხვდი, პატარა არის, მაგრამ დიდი სახელი აქვს ჩვენ სოფელში. და ჩვენ სოფელთან სულ ახლოს რო დგას, ეს არის მარჯვენა მთა. მეგობრებო, ვინც არის, ეს არის ჩვენი მარჯვენა მთა. ნუ მთას იმიტომ ვეძახეთ, ნუ პატარა კი არის, მაგრამ დიდი სახელი აქვს, იმიტომ რომ ადრე, მეგობრებო, ვინც არის ცოტა, სადღაც 1 წლის წინ აი, მოდით მოგიყვებით პატარა ისტორიას, 1 წუთიან სულ. აი, ამ მთას ხო ხედავთ მოკეთ რა. ეს ხო არის ახლა პატარა რაღაც ბლოკებიანი, რაღაც 5 ბლოკიანი, რაღაც შენობა, ხომ? აქ ადრე იდგა აი ამ ხელა მთა. და მეგობრებო, მოკეთ, შემდეგ სოფლელებმა ეს მთა მოაშოეს, ვინაიდან, ასე თქვათ, არ ვიცი რის გამო, უბრალოდ აქ უნდათ ბუნების ასე თქვათ გაკეთება და მოაშოეს აქ მთა და დატოვეს ეს პატარა ნაწილი, მაგრამ ჩვენ სოფელში მაინც ამ ადგილს ქვია მარჯვენა მთა, იმის გამო რომ ეს ადრე იყო ძალიან დიდი მთა. აი როგორც აი იქ ახლა ხო დგას მთები, აი ამ ხელათ მთა იყო ეს ადრე. ახლა კი მეგობრებო, ეს პატარა გორაკია, მაგრამ მთას მაინც ვეძახით. ეს მთა არის 100%-იანი ჩვენი მარჯვენა მთა. так 5. გამოსავ მე სწორი ვარ. ლაფათა, ქვის ლაფათა. так მეგობრებო, რაღაც უნდა გავთხარო? შიგნით თუ მარჯვენა მთაში? так stop, მოითავა მეგობრებო, ნახოთ. ოპა, გონი მეგობრებო, მე მართალი ვიყავი. ხო, გამოის, ნუ ხო, პრინციპში, თუ გინდათ მე კომენტარებში დაწერეთ, თუ მოგინდებათ მე გავაკეთებ ერთ ვიდეოს, სადაც მოგიყვებით ჩემი სოფლის საერთოდ თლიანი ისტორიას. და ამ ისტორიაში ძალიან ბევრი არის. აი, ერთ-ერთი ისტორია უკვე გაიგეთ, რატომ ქვია ჩვენს აი ამ პატარა გორაკს მარჯვენა მთა. კიდევ ტბაზე არის ძალიან ბევრი დიდი ისტორია, მაგრამ ახლა თუ მე მეგობრებო კომენტარებში დაწერეთ. აი, მეგობრებო, მოგიყვებით აქედან რატო არის აქ წყალი. ამასაც მოგიყვებით თუ მოგინდებათ, მოვადით ახლა მიწით ეს წყალი გადავკეტოთ. так, стоп, ეს დინამიტი უნდა მოვაშორო აქ.
და ჯანდაბა როგორ მიშლის ეს ტბა. ტბა თქვა ეს წყალი. დაქს, ნუ კიდე ერთი ამოხსენი. დაქს, სტოპ. ეს ამოხსენი. კიდე 2 სტაკი დინამიტი უკვე მაქვს. 4 სტაკი, 3 სტაკი და 9 დინამიტი მეგობრებო. ჯანდაბა. აფეთქდება 3 სოფელს. ჩვენსნაირ 3 სოფელს აფეთქებდა. მაგრამ ამ დინამიტი უნდა და ვიღაც ანონიმია, მაგრამ ნეტავი საიდან იცის, ის მე ვასრულებ დავალებებს ისევ მირეკავს. ალო? სამასახო. და შენ ქონდა კითხვა საიდან მე ახლა აქ ხედავ ხომ? ამას შენ ვერ გაიგებ ვერასდროს. მე უბრალოდ გიყურებ. მესამე ბოლო ამოცანა თუ გამოიცნობ მე შეგეშვებით შენ და შენს სოფელს. უსმინე სერიოზულად. ის თქვენ გაჭმევთ. სოფელში დგას დიდი რაოდენობით. იფიქრე, ისევ გაძლევ 5 წუთს. დაქს, მეგობრებო, ის ჩვენ გვაჭმევს და სოფელში დგას დიდი რაოდენობით. ის ჩვენ გვაჭმევს? მეგობრებო, ისა ცხოველების ფერმა ხომ? დებილი ვარ? ცხოველების ფერმა ჩვენ მხოლოდ ერთი გვაქვს. ანუ მეგობრებო, უბრალოდ ცხოველების ფერმაც ჩვენ გვაჭმევს იქ ხორცით, კვერცხით და ასე. მეგობრებო, ისინი ფერმები, უბრალოდ ფერმები, როგორ ვერ მივხვდით და რა გავაკეთო ხო? ფერმა. მეგობრებო, შეხედეთ, დინამიტი აქ, დაქ, სტოპ, მეგობრებო, ესეც მე სწორედ გამოვიცანი, დაქ, სტოპ. არა. დინამიტი უნდა მოვაშორო. დინამიტი არ მჭირდება სოფელში არაფრისთვის, დაქ, ასე. აუცილებლად უნდა გავასწავლო მე აუცილებლად ეს ფერმები. და როგორ всё, ამოვედი. დაქს, მეგობრებო, ბოლო ამოცანას ჩვენ უკვე გამოვიცანით. და რას ნიშნავს ესა? და მეგობრებო, ისევ მირეკავს. ალო? საღო, ყველაფერი გამოიცანი. კაი, ამ მომენტში მე შეგეშვები შენ და შენს სოფელს. მაგრამ ეს ცოტა ხნით. ახლა კი შეგიძლია საბად დაისვენო. ნახვამდის. კაი, მეგობრებო, გამოდის, ჩვენ დღეს გადავარჩინეთ სოფელი რაღაც აფეთქებისაგან. მეგობრებო, არა მხოლოდ მე, მეგობრებო, არამედ თქვენს დიდი მადლობა, ვინც წერდა კომენტარებში რაღაც აზრებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება და იქნებოდა. იმედია, მეგობრებო, თქვენ დაწერეთ რა შეიძლებოდა ეს იყოს, თქვენი მოსაზრებები, ასე ვთქვათ, აი ამ დავალიანებებზე. კაი, მეგობრებო, ახლა კი თქვენ დაგეშვებებით და იფიქრეთ იმ შესახებ, რომ მოგიყვეთ ჩემი სოფლის ისტორიის შესახებ. დაწერეთ თუ რამე კომენტარებში. თუ დავინახავ კომენტარებში და ლაიქებით, თუ მე მივხვდები, რომ თქვენ გინდათ, რომ მე მოგიყვეთ ისტორია ჩემი სოფლის შესახებ, იქ რატო არის მაჯვარ მთა ასეთი პატარა და რატო ეძახით მთას, როგორ აღმოჩნდა აქ ჩვენი ტბა, რატომ არის იქ წყალი, როგორ შექვეით ეს ფერმები და ბევრი რამ, იფიქრეთ, მაგრამ თუ გინდათ ასეთი ვიდეო. მე შემიძლია ასეთი 10-12 წუთიანი ვიდეო გამოუშვა. მოგეთ კომენტარებში თუ რამეა დაწერეთ და დალაიქეთ ეს ვიდეო, ვისაც მოეწონა, მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დალაიქეთ. ახლა კი მეგობრებო, თქვენ დაგეშვებებით. ნახვამდის.